სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაგარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შენაგი კითხვა ძალიან საინტერესოა და სვავს ნათანიელი. მარტო პირველი სახელი ვიცით, საღამოშვიდობისა ჯონ, მე ნათანიელი მქვია. მამაჩემი ზრდასრულ ასაკში გადარჩა და მოგვიანებით მშობლები უფალთან მიიყვანა. მე ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე, ეკლესიაში გავიზარდე. ღვთისწყალობით მან ასევე მაკურთხა ღვთისმოსავი ცოლით, რომელიც მეორე და მესამე თაობის ქრისტიანული ოჯახიდან არის. ჩვენ ნახეთ, თუ როგორ აღიარეს ჩვენმა მშობლებმა რწმენა და გამოიღეს ნაყოფი. რა არის უნიკალური? არსებობს თუ არა უნიკალური გამოწვევები და რაღაცა საშიშროებები მრავალთაობიანი ქრისტიანების აღზრდაში, მსახურებასა და მათ წყემსვაში? თუ ასეა, რა იქნება ეს? ესე იგი ლაპარაკია თუ ოჯახში ბაბუა იყავდა შენ ქრისტიანი, მამა იყო ქრისტიანი, მერე შვილი, ხლა შენ გეყოლება კიდევ შვილი. რა გამოწვევები შეიძლება იყოს ასეთ ოჯახებში, როგორც ნებისმიერ მაგალითად შეიძლება იყოს ბიზნესში, იცით, ცნობილია ბიზნესში ეს გამოწვევები და ყველგან არის, ხო, ჩვენ ხედავთ ამას ბიბლიაში, ხედავთ ამას, როდესაც როგორი მონდომებულები არიან ებრაელები, როცა შედიან ქანაანში, მერე რა ხდება მსაჯულების წინგში და ზუსტად ამ საშიშროებებზე საუბრობს პიროვნება. აი მოდით ახლა ჯონ ვაკარტურს მოვუსმინოთ, რომელიც ალბათ იცით ხო, მე სურათიც დავდევი ფოტოც, არა მარტო მისი შულთა შვილია, ახლა თვითონაც მეხუთე თაობის ქრისტიანია, დედის მხრიდან განსაკუთრებით, მამის მხრიდან ბაბუა იყო, რომელიც პირველი მიიღო ესე ქრისტიანობა, ამ გაგებით ქრისტიანობა თორე შეიძლება ტრადიციულად იცით იყო, მაგრამ პასტორი რო გახდა და სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს. მამამისი უკვე ცნობილი პასტორი იყო და თვითონ იცით როგორი იყო, მაგრამ მისი შვილები არც ერთი რო იცოდეთ პასტორი არ არის. არც ერთი. ერთი არის, მე მგონი, უნივერსიტეტის საკონტროლო იმაში არის ბორძეზის და მეტი დაკავშირებული შეიძლება მელინდაც რაღაცაში იყო დაკავშირებულიო თქვა თავის იმან ქალიშვილზე, მაგრამ ის რა პასტორი გამოსულიყო არც ერთ მამის მაშვილმა სამი ვაჟიდან მე მგონი არ არის სურვა, ხო? და არ უნდა, რაც მას არ დაუძალებია. ძალიან კარგი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ მრავალთაობიან ქრისტიანების აღზრდაში არის გამოწვევები. სინამდვილეში ბევრი მსჯელობა იყო იმაზე, თუ პირველი თაობის ქრისტიანები როგორ არიან ვნებიანი, ერთგული, ღვთისმოსავი, თავგანწირული, ენთუზიაზმით სავსე ქრისტიანები, რადგან მათ იციან თუ რისგან გადარჩნენ, რადგან მათ აქვთ რაღაც, რასაც ყოველთვის შეადარებენ ხოლმე. და არსებობს მონდომება, უფრო მეტი სიხარული, გაოცების გრძნობა, ესეც არის ხომ გაოცების გრძნობა, უნიკალურად. გრძნობა ღვთისმადლის მიმართ, რომელმაც ისინი გადაარჩინა და ეს არის პირველი თაობა. ქრისტიანობის მეორე თაობა, რომლებიც ეკლესიაში იზრდებიან უკვე, ეკლესიის გარდა მათ არაფერი წარმოდგენა სხვაზე არ აქვთ და უფლის მზრუნველობის ქვეშ არიან. ისინი მშობლების შეგონების ქვეშ აღიზარდნენ და გარკვეულ მომენტში ქრისტეს რწმენას აღწევენ. მაგრამ კარგავენ რაღაც მოქცევის, ქრისტესკენ მოქცევის საოცრებას და ამ გამოცდილებას, რადგან მათ არ აქვთ ეს დრამატული ტრანსფორმაციის გამოცდილება. ფიქრობ ამ გარემოში გაზრდილ ბავშვებს, ამ გარემოში გაზრდილ ახალგაზრდებს რამდენიმე წელი დასჭირდებათ ზრდასრულ ცხოვრებაში ჩასართავად, რათა აღმოაჩინონ საოცრება იმისი, რისგანაც ისინი გადარჩენ, რადგან მათ როგორც წესი, ეს სხვისგან უნდა გაიგონ. სხვის დამოწმების ფაქტზე, სხვის მონაყოლის ფაქტზე ისინი უნდა რაღაცნაირად მიხვდნენ მას, თუ რისგან გადარჩნენ. და ამასთან მასე რა ქვია, შესადარებლად მე ვიტყოდი ჩვენს შვილებს, ჩვენ ბავშვებს, რომლებსაც ეს არ განუცდიათ და ისინი ბევრმა სკოლა, საოჯახო სკოლაში გაიარეს, თავიდან ვერ მიხვდნენ ამ მნიშვნელობას, საოცრებას, მაგრამ ოდესაც მათ უკვე კოლეჯში მოუწია წასვლა, ჩემი ქალიშვილი იქნებოდა, ჩემი მეგობრების შვილები, ისინი მიხვდნენ თუ რა საშინელებას გადაურჩნენ ისინი და რა იქნებოდა მათთვის დიდი გამოწვევები, რომელსაც სახლში რო იყვნენ, ამას არ აფასებდნენ. და ახლა მით უმეტეს როცა დაქორწინდნენ, უკვე უფრო და უფრო ხვდებიან, მალე თუ შვილები ეყოლებათ, უფრო და უფრო მიხვდებიან, თუ რა იყო ეს გადადგმული ნაბიჯი.
და აგრძელებს ჯონ მაკარტური და ისინი ამას ნამდვილად ვერ ხედავენ, როდესაც ეკლესიაში არიან. ისინი ქრისტიანულ ოჯახში, ქრისტიანულ ეკლესიაში არიან ჩამოყალიბებული. თუმცა დღეს ჩვენ საზოგადოებაში ეს უკვე საკმაოდ აშკარად ხდება. ძალიან ადრეულ ეტაპზე ეკლესიის გარეთაც არსებული ნივთების ზემოქმედების გამო. იმიტომ ისე იცვლება ჩვენს ირგვლივ ცხოვრება, ხომ? მიწიერი ცხოვრება ეს გარეთა სეკულარული ცხოვრება, რომ ამის დაკვირვებით შეიძლება უკვე ბევრი მასალების მეშვეობით. რომელთაგან ქრისტიანულ ოჯახებს შეძლოთ შვილების იზოლირება და აღარ შეუძლიათ ახლა ამის გაკეთება. ზოგიერთ ადამიანში არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ მორწმუნეთა მესამეთაობა, როგორც ჩანს, გარკვეული სახით უკვე აპათიისა და გულგრილობისაკენ არის მიდრეკილი და მიექანება. ნაცნობობა გარკვეულ ზისხს წარმოშობს კიდევაც. ეს განსაკუთრებულად მართალია და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ვთქვა არა ეგოისტური გზით, არამედ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. ეს განსაკუთრებით მართალია გარემოში, სადაც მათი გული და გონება არ არის რეალური რაღაცა სტიმულირება ქრისტესა და ღვთის სიტყვის მიმართ. ისინი რაღაცნაირად უკვე ცოტათი გაზარმაცებულებიც არიან, თუ მზამზარეულად მიეცათ მათ ყველაფერი. სინამდვილეში რთულია მეორე თაობის და კიდევ უფრო რთულია მესამე თაობის ქრისტიანებისთვის, რომლებიც აღიზარდნენ ერთგვარ რაღაცა თითქოს უგემურ ზედაპირულ საეკლესიო გამოცდილებაში, რომელსაც აკლია ღრმა დარწმუნება, რომელსაც აკლია ღვთის სიტყვის განმარტება, სადაც ღვთის სიტყვა მუდმივად არ ისწავლება და არ არის განმარტებული და არ არის გამოყენებული მაცხოვრებაში, მთელი მისი დაუსრულებული სიმდიდრით, სილამაზითა და ბრწყინვალებით. ადვილია ერთი და იგივე ძველის გაცნობა, ხომ იცით? ბევრი ადამიანი გაიზარდა ეკლესიებში, სადაც ევანგელისტურ ქადაგებას ისმენენ ძალიან მცირე ვარიაციით კვირიდან კვირამდე. მეორე თაობის ახალგაზრდები, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან, ამას ძალიან მოსაწყენად მიიჩნევენ და აკლიათ ის გარკვეული შეღწევადი სტიმულაცია, რაც მათ რეალური ზრდისათვის დასჭირდებათ. მესამე თაობის ქრისტიანებს ეს კიდე უფრო გაუჭირდებათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გარდა პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, რაც არ უნდა იყოს ეს, მაგალითად ჩემს შემთხვევაში, მეხუთე თაობის ქრისტიანები, თუ ისინი რეგულარულად, სისტემატურად ეცნობიან ეკლესიას, როგორც ეს ეკლესია, რომელიც ღვთის სიტყვას, ცოცხალ ღმერთს ქადაგებს, როგორიც უნდა იყოს, ხო? ჭეშმარიტად, როდესაც ღვთის სიტყვა მათ ცხოვრებაზე მოქმედებს, ის უკვე შლის, აუქმებს ყველა ზემორი ჩამოთვლილი საკითხს, რადგან მას აქვს შეღწევის ძალა და უნარი ამ მორწმუნეებში, ამ ახალგაზრდა თაობაში. მე არ ვფიქრობ, რომ მესამე თაობის ქრისტიანებსაც კი უნდა მოეჩვენოთ ღვთის სიტყვა რაღაც მოსაწყენად ან უგემურად. მე ვფიქრობ და როდესაც ისინი ღვთის სიღრმეებში არიან შეყვანილი, ღვთის სიტყვის საგანძურებში, ხომ? როდესაც ისინი მიზიდული იქნებიან ღრმად, ფართოდ, ისინი უფრო მეტად დაინახავენ და განიხილავენ ღმერთის სიდიადეს. და სიდიადეს ღვთის სიტყვის ყველა ასპექტიდან, რომელიც უფრო გაამდიდრებს ხოლოდ, გააფართოვებს და უფრო მეტად დაანახებს მათ ღვთის გონიერებას და ასევე თავიანთ შესაძლებლობებსაც გარე სამყაროში. მაგრამ მე უნდა თქვა, რომ ეს მაინც დიდი გამოწვევაა და ვფიქრობ, თუ ახალგაზრდული მსახურების წარმომადგენლებს შეეკითხებით, თქვენ ისინი გეტყვიან, რომ ბავშვებს, რომლებიც ქრისტიანულ გარემოში იქნენ გადარჩინელები, ხომ? რომლებიც არაქრისტიანულ გარემოდან მოდიან, არაქრისტიანულ ოჯახებში, ქრისტესთან მიდიან საშუალო სკოლაში, უნივერსიტეტში, კოლეჯში და აქვს რაღაცა სიახლე, მონდომება, რაც მხოლოდ მათ ახასიათებს. ზოგჯერ ქრისტიანულ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს იგივე მნება არ აქვთ, რადგან ყველაფერს თავისთავად უკვე თვლიან, რომ ეს მათ ეკუთვნით და ეს მათი საკუთრება და ეს მათ მშობლებიდან გადმოეცათ. მაგრამ ისე და ისე ამ კითხვაზე პასუხი არის ღვთის სიტყვის ძალა, რომელიც მათ ღვთის შესახებ ცოდნისაკენ, ღვთის შესახებ ახალი სუფთა გაგებისაკენ მიიყვანს კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე მათ ცხოვრებაში და პრაქტიკულად დაინახავენ ამას თავიანთ ცხოვრებაში. თუ რატომ არის ეს პრაქტიკულად სასარგებლო და გაცოცხლდება მათში ეს სიტყვა. სწორედ ამიტომ არის ეკლესიაში ასე მნიშვნელოვანი, რომ მთელი წმინდა წერილი ისწავლებოდეს და განვიხილოთ, რათა ღმერთმა სრულად გაგვაცნოს მისი დიდება მორწმუნეთა ყველა თაობის მიმართ. კარგით, მადლობა მოსვენისათვის.